სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. დღეს აგერ ულვაშებში ეცინება ბატონ გიორგის და მოდით ერთად გავარკვიოთ, რატომ ეცინება გიორგის. ნელა ხედავ ემსგავსებით იმას, ბიჭო, რა ქვია, პრაიმ რაღაცები და არა, ის არა, იმათ არ ვიცი, არა. მე ვიცახი ეს ყვითელი პრესაო თუ რა ქვია და კითხვები, რომ რატომ ეცინება ულვაშებში გიორგი. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. არის თუ არა ეს კავშირი 4 მმ-მდე დანისპირის დამოკლებასთან? არა, მაგამდე არ მოსულვართ. თუმცა ისე რო წერენ ხოლმე, რომ ანუ 4 სანტიმეტრიანი შეგვიძლიათ? კი, რავი. შეგიძლიათ. რავი, სამი ჯობია რა, ანუ ვაფშე ორი რო ვერავინ მოგედავოთ. ანუ საერთოდ თუ არ გექნებათ, გაზომითაც აღარავინ გაზომავს და არა გაგატარებენ. კარგად იქნება ყველაფერი. კი ბატონო, მოკლედ ისეთი სიტუაცია არის, რომ აგერ წინა რამოდენიმე გადაცემა განვიხილეთ განსაკუთრებით ბატონმა გიორგიმ მთელი მონდომებით და არსით ახსნა ბევრი ნიუანსი კანონთან დაკავშირებით და მე იქ ერთი მეგობარი გვეკითხება კომენტარებში რომ თქვენ ამას სერიოზულად იმაშვებითო რა ქვია ამ კანონს სერიოზულად განიხილავთო და ну, ბარემ არ მინდა რომ განვიხილო სერიოზულად, მაგრამ დიახ, სამწუხაროდ სერიოზულად განვიხილავ. ну, ერთი ის ბიზნესი რომ, ანუ რიგითი ხალხი ბევრი შეიძლება დაიცვა რა იმისაგან რომ განაკარგია რომ ყელუჩას აღარ ჩაიდებს ჯიბეში, მაგრამ ჯარიმას ხვაცდება რა შედეგი აქვს იმის დაჯარიმებას. მე წინა მე მგონი ვიდეოში თუ სწორედ მახსოვს ვახსენე, ჩემი მალალი ბიძა, რომელიც მუდმივად ატარებს ლეზერმანსთან და როდესაც ვთხოვე რომ აღარ ატარო თქო ჩემდა გასაკვირად დამიჯერა და ეს ნუ დღეს ვიძახი ხა ჩაწერის მომენტში არა მაგრამ დღეს მოკლედ რაღაც საქმეზე იყო ჩემთან მოსული და ბიჭო მადლობაო რატომ მეთქი მუდმივად ერთ ადგილას რუსთაველზე მუშაობს რა და უკვე იცნობს იმათაც და მანქანა ცუდად გავაჩერეო და პატრულმაო რომელიც ადრე მარტო იმას მეუბნებოდაო რომ გია გაასწორე მანქანა რა მაქსიმ გადმოვიდაო რა და აი ესეო და ესე გამიწია. ესე გამიწია პლუსკო. ახლა არა კიდეო. ნუ მოკლედ კი. გადავარჩინეთ ვიღაცები ნამ. გამახსენდა ახლა დაიდო ზუსტად აი ახალი რეგულაცია რო შემოვიდა და ზოლი იყო რა TikTok-ის ვიდეო ჩამიგდეს მე თან არ მაქვს მე სხვა გონახე TikTok-ი არა მაქვს და სხვასთან ნახე ის სუპერო იყო მგონი ის და ჯერო გლუშტელებზე დამაჯარიმესო და ამოღებული ქონდა შალითა დაუტოვეს რა შალითაში კარში არც ვიცოდიო თუ მქონდაო თო ის გადაჭხრიკესო ყველაფერიო და ამოიღეს პოლოცკო რა 12 ლარი მაქვს მიცემულიო და წაიღესო რა და მე გულში ფიქრობდი რა თან საჭესთან იჯდა და უნდა გაეჩერებინათ კი ბატონო და მე ტელეფონის მოხმარება და პრავის წართმა ზემოდან და ეგ არის რა კი ბატონო მოკლედ აი ამ ასე ვთქვათ ტრაგიკომედიურ ნიადაგზე ერთ რამეზე შევთანხმდით მე მგონი მე და გიორგიშიც გარდა ყველა უნდა შეთანხმდეს რომ მედანეებისთვის არაფერი არ იცვლება არა ჩვენც არაფერი რაც იყო ისე ის არის აქედან გამომდინარე თუ ადამიანებს ეს საქმე ვიყვარს ვაგრძელებთ მოკლედ დანარჩენი გაგიზიარებთ რა რომ გაფართოვდა ცოტა სფერო რა და წინაზე ისინი იყვნენ დურგლები ხელოსნები იყვნენ დღეს ახლა ისინი კერავები შემოგვიერთდნენ და კი ბატონო დასაცმელებს რო აკეთებენ მეწაღეები ხო რა იმიტომ რომ მახათი ცივი არაღი არის ნამდვილად ხო და გაფრთხილდით რომ მახათი მოკლედ ისეთ საში ნივთი. ჯადრი ანუ მახათი აზე ხარ როგორი კეთილი ნივთი იყო რა ანუ მახათს იყრისო ანუ დაჟე ფოლკლორში იყო ხო თავებო რა გამონათქვამი რა ანუ იმდენად უნებელი რამე იყო რა და თლად მახათის გარეშე რო არ დავჭეთ ეხლა ეს მახათი ამას 5 სანტიმეტრი ქონა რა პირიმიშა რა და გავარკვევ რა თლად მახათის გარეშე რო არ ვიყოთ შეიძლება პატარა მახათი მოსულა შეიძლება მაგრამ ის დანაზია რა რო 4 სანტიმეტრიო გავარკვევ კი ბატონო მოკლედ გადავწყვიტეთ მსგავსი შინაარსის ვიდეო არ გვაქვს გადაღებული ეს შემხვდა და წამოვიღებ ესეც რა რომ ამაზეც ავიღებთ ხო დასკვნას რა ხო კი ბატონო მე ძალიან მომწონს ძალიან კარგი რამ არის თავის დანიშნულებისავე ოკეანე არა გვაქვს ახლა რო თქვა რომ ნიჟერების გასახსნელად მინდა მეთქი რა რო ვიარო მაგრამ ოკეანე არა მაგრამ რა ბათუმში მაგალითად მიდიები შეიძლება კილოგრამობით იყიდო და დახსნა რა თბილისში შეიძლება მომედაო რომ აქ ნიჟერები არ არისო და რა თქინდაო ეს ნახე თან სად შევა ბატონო მაგარი ნივთია ძალიან მაგარი
ვის მოვიდა просто თავში აზრად მაგნაკათით გაკეთებული. ხო. ძალიან მეინტერესებს საუბარი. ხო, მოკლედ ნიჟერების გასახსნელი არის და ამის წაღებასაც ვფიქრობ რა, რომ ნიჟერა შეიძლება არა, მაგრამ იქნებ რაღაცა ქვას მინდა შეუყო და აუციო და ქვეშ შევიხებო. შეიძლება, კი ბატონო. კაი, დღევანდელ ვიდეოზე ვისაუბროთ. მოკლედ ჩვენი დღევანდელი ვიდეო არის 10 დანა, რომელიც ჩვენი აზრით, მე ჩემი აზრით, გიორგი თავის აზრით და თქვენ ასევე შეგიძლიათ კომენტარებში თქვენი აზრი დააფიქსიროთ. 10 დანა, რომელიც ნებისმიერ დანების მოყვარულს, ასე ვთქვათ, უნდა გქონდეს კოლექციაში. კი ბატონო, 30-მდე ვერ დავამრგოლეთ. არა, ვერ დავამრგოლეთ, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე, რომ ძირითადი ნაწილი ჩემი სიიდან ის დანები მქონოდა, რომელიც ჩვენთან არის მაღაზიაში და რამოდენიმე რომელიც ფიზიკურად არ არის, იმას ფოტოების სახით ვიხილავთ. კი ბატონო, და მე ცოტა სხვანაირად წამოვიღე, ჩემი ჯერი რომ მოვა. კი ბატონო, კრიტერიუმებს რაც შეეხება, ანუ აბსოლუტური თავისუფლება არის აქედან გამომდინარე. მე ვიტყვი ესე, რომ ვინაიდან კოლექციას ვგულისხმობ, ანუ ჩემი გაგებით, კოლექცია იწყება რაღაცა კონკრეტული 1 ან 2 დანით. მე არ ვეძახი გიო იმას კოლექციას, როდესაც ადამიანს უკვე შეძლებულ ასაკში რაღაცა ხობად გაუშვა და უცბად 1000 დანა იყიდა, იმიტომ რომ ფული აქვს. ამას არ ვეძახი კოლექციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვგულისხმობ კლასიკურ შეგროვებას. რო აი რაღაცით იწყებ რა. და პირველი, ასე ვთქვათ, დანა, რომელსაც დღეს რო ვიწყებდე შეგროვებას, რომელს შევიძენდი, არის აი ეს დანა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე მაგალითად აი ამ დანით დავიწყებდი შეგროვებას. ანუ მაიც ახლა ჩამოყალიბდე. შენ ახლა თემა გაქვს შეჩეულო, სხვებსაც ურჩევ, რომ ეს დანა საკოლექციო არის თუ შენ თავზე ლაპარაკობ. არა, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ და აქედან გამომდინარე, რა ვიცი ხა, თუ ვიღაცისთვის შეიძლება ჩემი აზრი იყოს გასათვალისწინებელი და პატივსაცემი, თამამად ვიძახი, რომ მე ამას რაღაცის გამო არ ვიძახი. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი ნივთი, რომელიც კოლექციაში უნდა გქონდეს. აბა მითხარი. ანუ, როდესაც ადამიანი იწყებდა, ანუ არ გინდა რომ რაღაცა დიდი თანხა დახარჯო, ანუ გაქვს რაღაცა კონკრეტული დანასთან წარმოდგენა, რომ დანა გინდა რომ იყოს კაი ხარისხის, კარგად ჭრიდეს, გაგონილი გაქვს რომ მექანიკაც უნდა გქონდეს, დიზაინერიც უნდა იყოს და თან მართლა არ გაქვს სურვილი რომ $1000 გადაიხადო, თვლი რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს კაიზერის ბეგლაითერი. Asus დიზაინი ბეგლაითერ 2. ბათანლოქზე. ბეგლაითერი იყო ლაინერზე, სხვადასხვა ბევრი ვერსია, ამ შემთხვევაში ბათანლოქი. კი ბატონო. კეთილი მე. იმიტომ დავაკონკრეტე რომ ეხლა მეთქი რომ პირობითად ეხლა ადრე დაუშვათ შეიძლება თინეიშასი ამეღო, მაგრამ ეხლა ანუ ლაინერ ლოქს უკვე გადავწყვიტე რომ ამჯობინებდი ამას. გასაგებია. შვენიერი. ამ დანისაწინებლად მე არაფერი არ მაქვს, მე თუნდაც სხვა პრინციპით მაქვს შერჩეული და მაგითო ჩაგეკითხე რომ მე სხვანაირად იმუშავებოდი. კი, მე ზუსტად ვიცოდი რომ მაგ საკითხში ჩვენ სხვადასხვა ასე ვთქვათ ხედვები გვაქვს, მაგრამ თვლი რომ ორივეს აქვს არსებობის უფლება, ამიტომ ჩემი პირველი დანა არის კაიზერ ბეგლაითერი, რომელიც გავამახვილებ ყურადღებას რომ ეს არის $100-მდე ბიუჯეტის დანა და ანუ იმ ხალხისთვის, ვინც ეხლა იწყებს დანების შეგროვებას, $100-იც ვიცი, რომ ისეთი თანხაა რა. გასაგებია. კი ბატონო, აბა გისმენ გიორგი. აი. მოდი მაშინ მე დავიწყებ, რომ პირველი დავიწყებ, აი ამ დანით დავიწყებ. მე ცოტა სხვა პრინციპით შევარჩიე მიხეილ. საკოლექციო დანები. მე ამ პრინციპით შევარჩიე, თქვათ, ყველასთვის, ყველას რას ურჩევ და ჩემი გაგებით ყველას რა უნდა ქონდეს. პირველი ჩემი აზრით უნდა ქონდეს ყველას კოლექციაში ქართული დანა. კი ბატონო. და ამ შემთხვევაში მე მაქვს წამოღებული დათო აბაშვილის დანა მაქვს, დასაკეცის დანა მაქვს და ძალიან ამაყიც ვარ ეს დანა რომ მაქვს კოლექციაში და ძალიან მოხარულიც ვარ. კი ბატონო. მე მქონია რომ კოლექციაში ქართული დანა თუ არ დევს, ნუ მე მიყვარს ეს რაღაც. და ქართული დანა თუ არ დევს, ის კოლექცია რაღაცა სერიოზული დანაკლისი აქვს. დანარჩენი ირაკლი ბაქრაძის დანასაც ველოდები. იმედი მაქვს რომ ექნება, ცოტა შეფერხებებით მუშაობს ირაკლი და აი მგონია რომ აი რაღაც ჩემ ძვირფას კოლექციას კიდევ რაღაცა ქართულ შევამატებ და კიდევ უფრო ძვირფას იქნება. ანუ კონკრეტულად ამ მოდელზე კი არ არის საუბარი. უბრალოდ ქართული რო გაქვს, მე მგონია რომ კოლექციონერისთვის ქართული დანა კოლექციაში ყველას გირჩევთ რომ გქონდეთ რა. იცი რა არის, მე არანაირ საწინააღმდეგო არ მაქვს, უბრალოდ რატომღაც მგონია რომ ერთ რამეს ვერ ვითვალისწინებთ. ქართულს არ ეხება ეს. ზოგადად კოლექციონერობას ნუ ავიყვანთ, ბატონო გიორგი, ჩემი თხოვნა იქნება მაღალ რაღაცა განსაკუთრებულ ხარისხში, ანუ კოლექციონერობა დაუტოვოთ უფლება, რომ იყოს
აბსოლუტურად უბრალო ნივთებითაც შეიძლება კოლექციის გაკეთება. რა თქმა უნდა. ეს, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ზუსტად გეთანხმები და მაგალითად დავითის აი ეს ნამუშევარი ერთმნიშვნელოვნად, რა ვიცი, აი ყველა ქართველის კოლექციაში ძალიან ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. და ერთ-ერთი პირველი არის თუ პირველი არა, ნუმერაციაც აქვს, შეგინეთ ნუმერაციას არ ვიტყვი. მოკლედ, მადლობა დათოს და გირჩევთ ყველას ქართული ქონეთ, ოღონდ. ისეთი ქართული არა რა ზვიგენები და ვეშაპები რო იყო და დღესაც ახლა არ დავასახელებ ხელოსანს მიშა მიცის გასალესად იყო ჩემთან მოტანილი რომლის პირი სხვაგან არის შეძენილი, რა ქვია, ტარი სხვაგან არის შეძენილი, მაგას კიდე თავი და დავანებოთ. იცი როგორი დანები რო აი რო გაჩუქონ რო არ გინდა რა, განა იმიტომ რომ ქართული უბრალოდ არაფერი იმაში არ ადევს, ანუ შრომას მოყვარეობა იმაში არ დევს, რაღაცა გულით რო აკეთებ ის არ დევს, აი არაფერი არ ადევს იმაში რა და მაგაში უკვე ვეღარ ხედავ ქართულს, თუმცა ალბათ ეგ ინდივიდუალურია, მაგრამ კაი, ძალიან ვერ გამიგძელეს ქართული და ჩემგან პირველი. შვენიერი, მეორე ანუ ამ შემთხვევაში, მეორე დანა, რომელიც ჩემ ასე ვთქვათ, კოლექციაში ადგილს ასე ვთქვათ, იკავებს, მაგრამ ამ მომენტისთვის, თვალსაჩინოებისთვის სამწუხაროდ თან არ მაქვს მე ეს კონკრეტული დანა, ეს არის ბაკის 100 უბრალოდ ავტომატური ვერსია. ავტომატური ვერსია, კი ბატონო, ბაკ 100 ავტომატური ვერსია და მაღლა ასე ვთქვათ, ფოტოზე დაინახავს და სავარაუდოდ პატარა ვიდეო ჩანართსაც ალბათ გეგი ჩაამატებს და ვთვლი რომ ბაკ 100-ის ავტომატური ვერსია ეს არის აი იმ ყველა ისტორიული და დამსახურებები რაც ბაკ 100-ს აქვს, იმის კიდე რაღაცა მარიაჟებული ვერსია რა და ხო ღირსეულ ადგილს ასე ვთქვათ თავაზობ მე მას შემოგიერთები მაგაში, ოღონდ მე ესეთი ჩვევა მაქვს და ცუდი ჩვევა მაქვს, მაგ ჩვევა არ მომწონს მე რომ მაქვს, თუმცა მგონია რომ ალბათ კიდე ბევრს ექნება. რაღაცას რო ვიყიდი ხოლმე, თქვათ, დანას რო დავიმატებ, მე მინდა რომ ის დანა ამოვწურო. ხო და აი ბაკასათი რო გაქვს, მე პოლბოსის თქვათ იმითაც გინდა, კიდე ის ლიმიტირებული ვერსიაც გინდა, კიდე ის lightweight-იც გინდა, კიდე ის ავტომატურიც გინდა. მაგნაკადზე გამოშვებულიც გინდა. მაგნაკადზე თვითონ იმისი, რა ქვია, მეტალურგი რო არის, რო ახსენებთ. ლარინ ტომასი, კი ბატონო, მაგან გამოუშვა თვითონ რაღაც სერია გააკეთეს თავისი. მაგასთან ერთად. ნამდვილად. ასე რომ, ხო, ეგ ჩვევა თუ არა გაქვს, მაშინ კი ბატონო, კარგი იქნება. კი ბატონო, აბა ბატონი გიორგის მეორე დანა ვნახოთ. ამავდროულად სანამ გიორგი დანას გამოაჩენს, შეგახსენებთ, რომ ანუ მოკლედ 2000 გამომწერზე, ანუ ჩვენ დაგკვირდით გათამაშებას და გამოიწერეთ აქტიურად მეგობრებო და ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია და როგორც კი შესრულდება 2000 გამომწერი, მედანისგან მიიღებთ აუცილებლად საინტერესო დანას გათამაშებაში. აბა, აი, მიხარია ეს უწრფელად. ძალიან მიხარია, თან ეს შესრულება მიხარია რა. GTC-ის და INAF-ის კოლაბორაცია. ოღონდ კონკრეტულად ამ მოდელზე არ მაქვს მიშა საუბარი მე. კონკრეტულად იცი რა ვურჩევდი კოლექციონერებს, რომ აი საყვარელი დიზაინერი რო ყავს, საყვარელი დიზაინერი და შეიძლება იმის დანას, იმის რაღაცა ხელნაკეთი ვერ გაწვდე. მაგრამ აი უბრალო ბრენდის ამ შემთხვევაში ეს ვთქვათ INAF მაღალი დონის ბრენდი არის, მაგრამ შეიძლება ვთქვათ უბრალო ბრენდის ვთქვათ დაბალ ბიუჯეტური იყოს, მაგრამ იმისი რაღაცაი ნაწილი რო გაქვს იმ საყვარელი დიზაინერის, მე ვფიქრობ, რომ ყველა კოლექციონერს ალბათ უნდა ყავდეს რაღაც საყვარელი დიზაინერები გამორჩეული და მისი ნამუშევარი უნდა გქონდეთ კოლექციაში და არ აქვს მნიშვნელობა თუ ვთქვათ ორიგინალი ვერსია არ არის, მაშინ კოლაბორაციაც აბსოლუტურად მისაღები არის და მე გირჩევდით, რომ ორი დანა არის დღესდღეობით, რომელზეც პირდაპირი მნიშვნელობით ნანობ, რომ არ დევს ამტოთას ჩემ კოლექციაში. ეს არის ეს დანა და ეს არის ვექშა HD, ანუ ორივე მათგანი შემეძლო რომ ყოფილიყო და რაღაცა გაურკვეველი მიზეზების და გამო პირდაპირ ვიტყვი რომ ვიძუნწე რა. ანუ აი ფული დამენანა. და საოცრად ვნანობ, მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ ამის შეძენას მოვახერხებ. ძალიან მაგარი მოდელი არის ეს კონკრეტული. ეს არის ადამიანი, რომელმაც ანუ თავისი, ასე ვთქვათ, ტრადიციები არათუ დაკარგა, არამედ ბრაზილიერი არის ეს ადამიანი, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი ტექნოლოგიები, კეთების არის custom-ში რაღაცა არ ნახული, მაგრამ სხვა მხრივ, ანუ არ ვიცი, აი INAF-ს ხო არ აქვს ბევრი ინტეგრალი. აქვს ინტეგრალები, მაგრამ ბევრი არ აქვს. აი რაღაცა ხო INAF-ია, მაგრამ
ესე კარგად რო ჩანს აქ გუსტავოს ხელწერა, არ ვიცი. კი ბატონო, ну თუ ამ კონკრეტულზე ვისაუბრებთ, გუსტავო ჩემთვის არის დიდებული ხელოსანი. არიან ძალიან მაგრები, დიდებული, რომელსაც ალბათ 3 ოთში შევიყვანო. ძალიან მიხარია, ეგ ამბავი იცი შენც, ჩემი დამოკიდებულება, მაგ საკითხში ვემთხოვით ერთმანეთს და წინვალე დანა არის. რახან კაი, საყვარელი მოკლედ დიზაინერის და დანის ხელოსნის რაღაცა ნამუშევარი. კი ბატონო, რახან მაგ კომპანიასთან მივადექით, მოკლედ ერთი ფიქსი მაქვს მე კოლექციაში. მხოლოდ ერთი. და ვინაირ ჯგუფი, კომპანია CVV და მისი ჩემთვის უსაყვარლესი მოდელი ელემენტუმი. უბრალოდ ელემენტუმი დასაკეთის მაგერად გადავწყვიტე, რომ აი ეს კონკრეტული მოდიფიკაცია ამეღო ფიქსირებული დანის. ჩემი გაგებით, ანუ მე ვგულისხმობ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არც პროფესიონალი მონადირე ვარ, არც პროფესიონალი მოლაშქრე, მაგრამ რაღაცა დოზით ვარც არ ვიტყოდი მაგალითად, ხო? პირობითად მე მაგალითად აი ამ დანას სიამოვნებით წავიღებდი სანადიროთაც, სალაშქროთაც, შენ წარმოიდგინე, სათევზაოთაც და მოკლედ აი ჩემი ისეთი თან რო ის რო გინდა ხო იცი სხვას რო თავი მოვაწყო რა მაგ ფუნქციასაც რო მაგრად ასრულებს და თან ფუნქციურადაც რო ძალიან კარგი დანა რო არის ესე უყურებ მე ამას. რაღაცნაირად მე მგონი ერთადერთი ეს იდეა არის კოლექციაში საქონებელი დანის მეც ამაქვს რაღაც მსგავსი იდეით მსგავსი იდეით CV ელემენტუმია თუმცა მსგავსი იდეით მაქვს მოტანილი მიხეილი და გეთანხმები აუცილებლად უნდა გქონდეთ მსგავსი დანა კოლექციაში. ძალიან კარგი და ეს დანა არის შესაძლებელი რომ შევიძინოთ ასე რომ მე უწფელად გირჩევთ გამოვაგორე მაშინ. გამოვაგორე კი ბატონო ანუ ზუსტად ხდები ამ იმას რა ქვია კი ბატონო Benchmade-ის Mythcrafteri აი არ ვიცი ალბათ რამდენიდანაც არ უნდა გქონდეთ ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო დანა არის ნამდვილად და ერთი კაი სამუშაო ფიქსი მე მგონია რომ ყველას უნდა გქონდეს ისეთი რომ თქვათ კაი ბრენდიც არის ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს და პლუს რომ კარგი სამუშაო ინსტრუმენტი არის და უბრალოდ რაღაც საკოლექციო კი არ არის აი ერთი კოლექციონერისგან გამიგია რომ თქვა დანას მეგობარს ეძახდა რა ის ინსტრუმენტი არ არის მეგობარი არისო და სამუშაო დანები სხვა მაქვსო რომ დანი დადიოდა ხოლმე რა და აი ესეთი რომ წააყოლებ რა და ბოლომდე რომ შენს გვერდით რო იქნება რა ქვია მივლინებაშიც კი ჩემოდანში ჩაიგდება და სამზარეულოშიც რო გამოგადგება და ყველგან გამოგადგება სამზარეულოშიც ხორცეც პროდუქტეც რა ვიცი თოკი იქნება თუ რამე იქნება ყველაფერს რომ მაგრად გაიგებს ძალიან მაგარი დანა არის და ამიტომ ხანდახან ღირს ხალხნო რომ უბრალოდ მართლა რა ვიცი გადაიხადოთ ერთხელ ესეთი შეიძლება ვიღაცისთვის მსუყე თანხა, მაგრამ ისე ამოვნოთ იმ ნივთით, ვიდრე დაუშვათ რაღაცა უსულო უგულო ნივთებით. იცი რა ვიტყოდი კიდე ამ დანაზე გამახსენდა. ძველები თუ გაქვთ ბესობიტაძე რო იყო, ზვიგენებს და ვეშაპებს რო ყიდდა. ხო, კი ბატონო, ეგ დანა. ზვიგენს დავდებდი კოლექციაში. ხო, პატარა ზვიგენს თუ გაქვთ რა. მე მსგავსი დანები მაქვს მიშა, ხო გახსოვს? კი, როგორ. პენგ-პენგის დანა მაქვს შემორჩენილი, კლიპ დანა რო გავაკეთე. თმებს რო პარსავ და ყველაფერში და თოქს არ ჭირდა საერთოდ ეგ დანას ქონა და რაღაცა მაგე ჩემთვის რაღაცა ემოციის მატარებელი არის რა და თუ გაქვთ მაგდანას მე დავიმატებდი კოლექციაში. კი ბატონო, მოგწერეთ. თუ შეელევით ვინმე. მოგწერეთ, კი ბატონო. ისე ბევრ შეიძლება არც იცოდეს არა ის რა მაგარი ის იყო რა ხდებოდა მაშინ ის ზვიგენები ვეშაპები და ნუ არ ვიცი, ეგ იყო თუნდაც აუცილებელი. რა მაგარი პერიოდი იყო. აუცილებელი ამბავი იყო. მაგ დროს მე აქტიურად ვეჯექი ერთ თურქულ საიტს ბიჭაკ ბურადას, ხო და აღმოჩნდა რომ ბიჭაკ ბურადაზე მე რასაც ვათვალიერებდი ამ დროს აქ ხალხი თბილისში ამას ჯერ დიდი ზვიგენი იყო, მე პატარა ზვიგენი, მე ვეშაპი გამოვიდა. ესეც სახელი იყო. მეგალოდონიც იყო და მე მგონი. და ხალხს მოწონდა. გავაგზავნოთ ბატონო გიორგი. მინდი გააგზავნოთ. შემდეგი დანაც რომელიც მე მაგალითად ძალიან დიდი სიამოვნების კოლექციაში მექნებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის აქ არ მაქვს. მაგრამ მე ვიცი რომ შენთან მაღაზიაში ეგ დანა უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი მაიკროტეკი, რომელსაც მე კოლექციაში დავდებდი და სკარაბი. ეს არის სკარაბი. ანუ ერთ OTF-ს მაინც ჩავდებდი და სკარაბი განსაკუთრებულად მომწონს. არაფერს არ ვიძახი ახლა ჰოუკზე, უბრალოდ უფრო რეალობაში მე დაბალ ბიუჯეტზე ჩამოვდივარ.
და ამიტომ შევარჩიე სკარაბი და ალბათ ბევრმა იცით თუ არ იცით რამოდენიმე ვერსია სკარაბისაც ნახავთ სხვადასხვა ფერებში ფოტოზე. გაიხარე. კიდე იცი რა თქმა უნდა, მაგრამ კოლექციაში ეგ რანაირად გექნება. ანუ რო გადავხედე რა კოლექციაში აუცილებელი დანები რა იყო. მე შევარჩიე, მე ისე გამოვიდა რომ სხვას არ ეწყინოს ხო და აღარ წამოვიღე ეგ თემა. ნაჩუქარი დანა რა. ხო. ნაჩუქარი დანა არის ალბათ უძვირფასესი და რა თქმა უნდა. მე ყოველთვის თუ აკვირდები, როდესაც ჩემი დანები მომაქვს. 2-3 ყოველთვის მაგრამ იქ ნაჩუქარი დანა. ძალიან ბევრი მოდის ხოლმე ჩემთან და აი როგორი დანა მაჩუქეს და აინტერესებთ რა ფასია გადახდილი და რა და სიმართლე გითხრათ აი ხო მე ყველა ჯერზე მაგას როგორ პირში ხო არ ვიტყვი ადამიანს მაგრამ იცოდეთ რომ მაგ შემთხვევაში ხო ეხავს რა ანუ ადამიანმა დანა გაჩუქა რავი ჩემ რა მნიშვნელობა აქვს კაია ცუდია გული გაჩუქა რის საშუალებაც ხონდა ის უნდა იყოს ჩემი აზრით ძვირფასი ნივთი უნდა იყოს რა და მოკლედ ყურადღება მიაქცეთ მაგას ნაჩუქარს მოუფრთხილით ძვირფასი არის სულ რაღაცა ის იყოს 30 ლარიანი ბოკერები რო იყიდება ხოლმე ხო განსაკუთრებულად მაგას ჩუქნიან იმიტომ რომ ვერ ერკვევიან თან ძვირი სიამოვნებაა დღეს ხო ძვირიანი ჰობი გვაქვს შერჩეული და ნამდვილად ვერ ადგები რა და თუნდაც ვინაიფს ამ დაუწმო ვერ იზრდო რა კი ბატონო იცის დასაფასებელი არის რაღაცა უბრალოდ ანა მთავარია რომ გულით იყოს ნაჩუქარი კი ბატონო აბა თქვენ დანას ველოდებით ბატონო გიორგი შენც უდანო თქვი მეც უდანო თქვი მაგრამ კაი ჩემი ჯერი იყოს შენ მაგ თქვი იყოს მაშინ და კი ბატონო არა მიდი კაი მაშინ მე ვიტყვი თუ მიდი თქვი კი ბატონო შემდეგი მოკლედ შემდეგი დანა ეს არის ჩემი ალბათ განსაკუთრებულად საყვარელი ბრენდი რომელიც არ ვიცი ალბათ ხო შეიძლება ყველას ძალიან მეყვარს და რა თქმა უნდა სპაიდერკოს ორი დანა მოხვდა ჩემს კოლექციაში ერთი მაქვს მეორე არ მაქვს და ბოლოს ვიტყვი იმას რომელიც მაქვს ეს არის მანიქსი. მანიქსი არის არ ვიცი, ჩემ ერგონომიკაში ალბათ იდეალური დანა, მე რაც მიხმარეა რეალურად, რაც გამომიყენებია. ამაზე კომფორტული დანა, ну არ ვიცი, ჩემთვის ცოტა. კი ბატონო. და თვლი რომ მანიქსი არის აუცილებლად საქონი დანა. კაი, მაგაშიც დავამეთქვით. განსაკუთრებით, როდესაც აი ესეთ ვერსიაზეა ლაპარაკი, შეგაწყვეტენ გეობოდიში, სადაც უჟანგავ ფოლადებში სუპერ CPM ასათივი არის და ცოტა კომპანია ახერხებს, რომ სერიაში ესეთი მაგარი ფოლადები გამოიყენოს. კი ბატონო, მაგაშიც დავამეთქვით, მიხეილ, ცოტა გაბარიტებში ავსდით. წამოვიღე ჩემი დანა. წამოვიღე ღონ Dragonfly. ბატონო. თუმცა იგივე ხასიათის მატარებელი არის ჩემთვის რა, ანუ შესანიშნავი ინსტრუმენტი და შესანიშნავი დანა რომ ყოველდღიურობაში გქონდეს და რაღაცა გააკეთო. სამწუხაროდ მე ეს დანა ახლა აღარ მიდევს ჯიბეში, პატარა დრო დამჭირდება რომ თქვათ, არა, შეგვებით არა, რომ რა ქონა, მოვერგო ახალ სიტუაციას და ახალი რაღაცეებით ავმოძრავდე, მაგას დრო უნდა პატარა, თუმცა 1-2 თვე ვატარე მე ეს დანა ჯიბით რა და აი მოასარი ხო ის აი ხო რაღაცა ტექნოლოგიური არ არის ტიტანები არ არის რა ფლიპერი არ არის მაგრამ დამიჯერეთ აი ჯიბეზე დანა სხვანაირად გამოიწდება და აი ძალიან მაგარი ინსტრუმენტი რო არის კომფორტული მსუბუქი რო არის და მაგრად რო ჭრის არსად რო არ შეგარცხვეს არსად რო არ შეგარცხვეს ეგ ცალკე ღირებულება არის და მე მგონია რომ რაღაცა მსგავსი იდეითაც ერთი დანა აუცილებლად უნდა იყოს კოლექციაში გნებავთ ისეთი კი ბატონო ძალიან გამიხარდა ბატონო დავემთხვეთ შინაარსობრივად მოდი ასე ვთქვათ კი ბატონო აქვე კიდე ერთხელ აღვნიშნავ რომ ანუ ზუსტად ანუ ვინმე რო არ იფიქროს რომ ეს დანები იმიტოა შერჩეული რომ მაღაზიაში გვაქვს პირიქით მუშაობს ეს ყველაფერი, ანუ რაც მოგწონს ის გვაქვს მაღაზიაში და არა პირიქით. ეგრეც ვერ იტყვი მიშა სერჯის დანა რა ქვია იმას სპაიდერკოს. არა, მე იმასში ხო არ იმაში ხო არ ვარტყავ. ხო, არა, გვაქვს. ანუ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ გადაცემებში რა. რამდენი ხანია გვაქვს ეგა? ალბათ მე-3 წელი დაიწყო. შენ წარმოიდგინე იმის ხელში გავიძე და რაღაც დამევასე. კაი. ეფიცენ და დავიჭირე რაღაც და მეთქი რაღაცა ხო, აი ესეა რა ვიცი. კი ბატონო. ბევრმა შეიძლება იცოდეს ის დანა
ლანძღეთ ხო კარგად კი, მაგრად ლანძღეთ რა არის გასალანძღეთ. არა უყიდით, რომ მოდიან ხოლმე არ ვაწევთ. არა და სერჟი როგორ მიყვარს და რა მაგარია დოქთაგი მაგისი თუნდაც და ნუ სპაიდერკოს სტუდი შესრულებაა ჩემი. კი ბატონო. მოკლედ შემდეგიდან რომელიც მე ვთვლი რომ არის ნამდვილად აუცილებლად აი დასაკეთს დანა თუ ადამიანს გინდა უხეშად მოიხმარო ეს არის Recon 1 ანუ დანა რომელზეც ცალკეც მაქვს ვიდეო ჩაწერილი მე და გიორგის ბევრი გვაქვს ნასაუბრები ძალიან კომპანიაზე გვაქვს გადაღებული ვიდეო ამ დანის განვითარებაზე გვაქვს რომ როგორი იყო თავიდან დემკომ მერე რა შეცვალა როგორ გააკეთა ანუ ყველაფერი გვაქვს მე მგონი მოყოლები ამიტომ უბრალოდ ვიტყვი რომ Cold Steel Recon 1 ჩემ კოლექციაში ყოველთვის იქნება გეთანხმები მიხეილ აი მაგაში ეგ გამორჩა მე თორე Cold Steel-საც ჩავდებდი აუცილებლად Cold Steel აუცილებლად საქონლებელი ძალიან უნდა იყოს რა ჯერ როგორც ბრენდი ცალკე ბრენდად რო იყო დიდი ბრენდი არის დიდი ისტორიის მქონე და უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი დანების ინდუსტრიაში და ამ კულტურაში მე როგორც მოდელი ცალკე რო აი სასწაული მოდელი არის და ალბათ Voyager-ი კი ვიცით მიშა როგორ გამოიცადა და Voyager-ზე მეტი რესურსი აქვს ამას ჩემი აზრით, იმიტომ რომ თქვა ტარიც უფრო გაძლიერებული აქვს, სხვა მასალა აქვს და აუცილებლად როგორც ბრენდი, როგორც მოდელი და როგორც ინსტრუმენტი, რაღაცა ერთი დანა ხო გინდა რომ გქონდეს რაღაცა გინდა თუ მჭირად არა ჩაქუჯ ზუბილად. აუცილებლად, ყველაფერს აკეთებს. ეგეთი მოდელი არის. კი ბატონო, ესეც შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და ხევშიც წაიკავოთ და შეარჩიოთ პირის ფორმები თქვენთვის სასურველი, იმიტომ რომ ტანტოს გარდა არის სხვა პირის ფორმებიც. კაი, მოდი მაშინ ამას გამოვიტანო. მეორე ფიქსი მიშა. ბევრ შეიძლება გეცნობოდეთ ეს დანა. ძალიან ბევრი დანა არ მაქვს მე და მაპატიეთ რომ ხანდახან გამეორება მომიწევს ხოლმე და ეს და იგივე დანის გამოჩენა მომიწევს ხოლმე. მე მგონია რომ რაღაცა ისეთი დანა, რომელსაც სხვანაირი დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში მხატვრული დატვირთვა დავარ ვთქვათ. ანუ სხვანაირი შინაარსის დანა რო არის რა და არ ასოცირდება რომ ანუ რაღაცა აქსესუარია, ან რაღაცა ინსტრუმენტი არის. მე მგონია რომ ეგეთ დანებსაც ძალიან დიდი ადგილი უნდა ეკავოს კოლექციაში და ამ შემთხვევაში ერთი მაინც უნდა გქონდეთ რა. ნამდვილად. ეს არის რაღაცა ძველი, პირველი დანის მოტივებზე გაკეთებული, ობსიდიანის მოტივებზე გაკეთებული, თუმცა ამ შემთხვევაში ნუ ფოლადისგან არის გაკეთებული და აი ესეთი უმარტივესი, ფოლადიც უმარტივესი არის და ხე ტოტია უბრალოდ. და ისევ აი იმას ვიტყვი რა, აი ზოგიერთი ხელოსანი არის რა და ძალიან ძვირფას მასალებით რო გადაპარანჭავს და მაგითი რო ცდილობს თქვათ დამალოს თქვათ თავისი დანა და იმითი რო თვალი თქვათ მოატყუოს მაგითი. აი ამ შემთხვევაში ადამიანმა ეს კარაქივით ფოლადია მიშა, კარაქივით ისე გავლესია ამ ხელადაშუები და უბრალოდ ტოტი არის აღებული და აი არ ვიცი მე ძალიან მიყვარს. რა ძალიან. ერთადერთი კიდე რა კითხვა გამიჩნდა, იცი გეუბნებოდ ამას რო შევხედე. თუ შეგხვედრია დასაკეთსი მსგავსი დამუშავებით რა. არაფერი არის აქ შეუსრულებელი, ხო? ხო, არა, ესე სრულად მაგ მოტივით არა. არის ხოლმე ნაჯიჯგნები რო არის საკეთე, სრულად ვიძახი ობსიდიანის მოტივით. ხო, გაკეთებული. ეგეთი არ შემოხვედრია. მაგარი, კი. მე მგონი ძალიან საინტერესოა. კი, ძალიან მაგარი იქნებოდა. სიამოვნებით და ლამაზიც იქნებოდა. თუმცა შესრულება ჭირდება რა, ამ შემთხვევაში ხლა ეს ხელოსანი არის და ხელოვანია ორი რაღაცა უბრალო ნივთისაგან, ასე ვთქვათ. ანუ ძალიან საინტერესო. ლამაზი დანა რა. ლამაზია. ძალიან ლამაზი არის ნამდვილად როტონო გიორგი და გეთახმები რომ კოლექციაში რაღაცა ხატრული ხელოვნების ნიმუში. კი ბატონო. ამ ხატრულის რა მოგახსენოთ და ჩემი ასე ვთქვათ სუბიექტური აზრით ერთ-ერთი სპაიდერკო მე მას უყურებ როგორც ხელოვნების ნიმუშს არ მაქვს აქ და ეს არის სპაიდერკო ჩინუკი. შენ ადრესი ზახთი მაგას. ეს რაღაცნაირად არ ვიცი რატომ აქ ესე გულში ჩარჩენილი ეს დანა. შეიძლება ვიღაცისთვის მახინჯი იყოს და არის რაღაცით მახინჯი, მაგრამ სპაიდერკო ჩინუკი მე აქვე ვიტყვი ვინმეს თუ გაქვთ შევიძენ დიდი სიამოვნებით, გამომეხმაურეთ და ჩემი კოლექციაში ეს ბოლო დანა არის, რომელიც არ მაქვს აქ რეალურად რა. იცი რა არის ბატონო გიორგი? აი რაღაცა არ ვიცი შენ რამდენად ხშირად გევართება ესეთი ფიქრები და მე მაქვს ესეთი რაღაცა დანების მიმართ ჩემი ხასიათი იცვლება სეზონურობით რა. პირობითად რაღაც პერიოდი მაქვს, როდესაც მართლა მაგით ვცხოვრობ მარტო და YouTube-ზეც მარტო მაგას უყურებ, ფილმებს რო უყურებ, ფილმებშიც მაგას უყურებ.
აი ეხლა მაგალითად რა ბოლო პერიოდი მაქვს ეგ მომენტი რა და ანუ ეხლა აღმოაჩინე ერთი ფილმი რომელიც არის ესეც შენაარსის რა თავარანგელოზი მიქაელი გახდება ბოროტი რა და უბრალოდ დემონებს შემოიკრიბავს საჯარო ბიბლიოთეკაში აქვს ოფისი თბილისის ოფისი სერიოზულად გეუბნები და ვარძიაში რა ანუ რანაირ ფილმს ჰოლივუდის ფილმია კაცო ანუ ეს პროსტა საპატრიარქოს როგორ გამოეპარა რომ ანუ გადაღებები თბილისშია ბიჭო ყველაფერი თბილისში ხდება ეს ყველაფერი ანუ დემონები არიან უნდა ნახო რა ხდება სიმონ აი აგვართვის მიშა ქართულობა აი ესე უყურებდი გაშტერებული რა და თავარ როლში არის ქართული ხანჯალი რომელსაც უბრალოდ მაგაში უძლია მიხაელის მოკლა მარტო ანუ ქართული ხანჯალი არის და მორწმუნე კაცი თუ ამოიღებს ხდება ცეცხლოვანი რა ძალიან გავს არტურივით არის რომ ცირანი რაც ვეფხის ტყავოსანს უფრო გავს რა იქ ალმასის ხმალს რო იპოვიან რა იქ გამოყვაბულში ხო და რისი თქმა მინდა ამით ანუ ამ ფილმში იმდენი დანა დავინახე ხო რომ გამიჩნდა სერიოზულად სურვილი ჯერ ვერ გავიგე ანუ ვიღაცა აქ ხო უკეთებდა ამ კოსტიუმებს და ასე შემდეგ რა ანუ რამოდენიმე არის აქაური დანა თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ანუ დაცემული პატში ექვია ესე ამ აქაური რას გულისხმობ ანუ ქართული დანები ანუ აშკარად რამოდენიმე სამი დანა არის რომელსაც თავს დავდებ რომ არის ქართული რა ხო და დან დამაინტერესა და ასე ვიკითხავ იქნება ვინმე მიცოდეს რა დანები არის მოკლედ მაგ ფილმში რა და საინტერესოა აქ სიტუაციასთან დაკავშირებით ასევე მინდა ვთქვა რომ ანუ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი პერიოდი დანებთან ურთიერთობის უკავშირდება ავტომატურ დანებს და ამიყვარდა ეს ავტომატური დანები და მიმაჩნია რომ კოლექციაში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ავტომატური დანა რომელიც არ ვიცი აი რაღაცნაირად ყველა კრიტერიუმს ავტომატური დანის რო დააკმაყოფილებს რა და ჩემთვის ეს პროტეკია ძალიან ბევრს ვფიქრობდი გოდფაზერი თუ გოდსანი თუ დონი მაგრამ გადავწყვიტე გოდსანი და მოკლედ აი ესე თანამად დავდებ გოდსანს მოკლედ გეთანხმები მიხეილ პროტეკიც არის დიახ დანაც არის ავტომატურიც არის და რა ჩვენთვის ალბათ მე მაინც ხო იცი შენი საზომი მომავა რაღაცი და იქ მიდიხარ რა ისევ რა სტილეტოს მოტივებზე და ერთხელ ამერიკაში გახსენდება და კი ბატონო საკოლექციო რაღაცა ათლიმამა და ასე შემდეგ და ემოციური დანა არის კი ბატონო ასე რომ თამამად გაუწიოთ რეკომენდაცია კი ბატონო მეც წამოვიღე ავტომატური დანა მე იმიდეით წამოვიღე რომ ერთი ავტომატური დანა უნდა იდოს კოლექციაში რა და ბევრს არ გავჩერდები ამ დანაზე და მგონია რომ ავტომატურ დანებზე თუ არის კი ბატონო ან პროტეკი ან მაიკროტეკი ერთმნიშვნელოვნად გეთანხმები პირადად ჩემთვის ერთია ეს ამაქვს ერთის უმეტი არა მაქვს მიშა ხო ძალიან მაგარი დანა გაქვს იმიტომ რომ ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო ნივთია ტრუდონია ხო მინი ტრუდონი არის ხელხაუნდი პირით არის რა და ამასაც დროებით აღარ ვატარებ დროების ვიძახი მიშა გასაგებია დროებით არის თანამთავრობაში ჩვენ არ მოვალთ მე პირობას გასწრებ მე რო დავინიშნები შსს მინისტრად გიო კაროჩე მე ვიცი რას უნდა გავაკეთო რა გასაგებია სული პასუხის გაგახსენებ რა კი ბატონო მოკლედ ერთი ავტომატური დანა კოლექციაში აუცილებლად კი ბატონო მე ორი დამჭა შენ არა მაქვს რამდენიმე მე შენ გაქვს რამდენიმე მოდი მაშინ შენ თქვი კიდე მოდი მაშინ ერთ ძვირიან დანასაც მოვიდა მოაგორე აბა მოაგორე და მეგონია რომ ალბათ ბევრს არ გაუკვირდება რომ ჩემი აზრით შენ როგორც კოლსტილი თქვით როგორც სპაიდერკო თქვით კრის რივიც უნდა იდოს კოლექციაში ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა მოდელს არ აქვს მნიშვნელობა მდგომარეობას უბრალოდ სანამ ცოცხალია კრის რივი სანამ მისი მოდელები არის მე მგონია რომ თქვათ აი ეს ამ დიდებული ადამიანის დიდებული ხელოსნის ნამუშევარი ნამდვილი დანის მოყვარულს რაღაცა ის ნაწილი გინდა რომ კონდეს რა ამ რაღაცა ისტორიის რა ამ წუთას ვარ მაგ სიტუაციაში რომ აქტიურად მუშაობ მაგ საკითხზე რომ გამოასწორო კრის რივი ან დიდის ბენზა ან ეს რა მე სხვაზე არ ვფიქრობ
ეს ცოტა კასტომიზირებულია, მიშა. აგეთ სრუპირი, ახე როგორი სასწაულად გავუკეთე, სარკესავით, კარგად გავუკეთე. ვიმუშავე, ხანაერო ისე რა უკეთებ, ხანაერო კარგად. კი, არა, ძალიან კარგად არის. ნამდვილად. ამ შემთხვევაში ისე არის. აი, ისე кайფი რო აკეთებს ხოლმე, ისე არის. ხო და აი ქვემოდანაც რო გაუგლესავ, ხა და სარკეს გავუკეთებ, მე მგონია რომ აი ეს რაღაცნაირად ძალიან მაგარი ინსტრუმენტი, უფრო რაღაც ისეთი ძვირფასი გახდება. ლოცა, ერთი წუთი რა მითხარ, იცი? ეს შენ მეორეც გაქვს, ხო? ტანტოც მაქვს. ტანტოც გაქვს, ხო? ტანტოს მოხმარება, ანუ ეს იცი როგორ მაქვს, ეს მაქვს. ტანტოც ხო შენ გადა მე რომ მომწოს, ის არ არის შენი გადარესილი. ხო, კი ბატონო. ხო, მაგრამ ეს მაქვს, აი სადმე რო წავალ, ეს მინდა რომ მოიხმარ. გასაგებ. ჯერჯერობით მე მგონი იქამდე არ მივსულ ვართ, რომ რაღაცა პროდუქტების დაჭრა და აგვეკძალოს და რაღაცას რო იქნება გასაჭირო ამით გავჭირ. აი შენ მაშინ გქონდეს ხედველობაში რომ მე აქტიურად მუშაობ ამაზე და თუ რაღაცა არის მოკლედ ეს ნამდვილად გადავწყვეტე რომ უნდა გავითვალისწინოთ მიხეილ. თუმცა მაგამდე არ მივსულ ვართ მეთქი, მაგრამ ბევრი კომიკური სიტუაცია ხდება მიშა. აბა ადამიანი იყო ესე ეგრე წასული იყო რა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე არ იყო, ტყეში იყო, იყენებდა რა და დადგა პოლიცია. და ახლა ჩვენც რო ვართ უკვე საზოგადოება არის. ნუ აბა ეხლა ამბიციები აქვს, ხო ხედავ? და არა გასაჩივრება მოყვა მაგ ფაქტს და დარჩა ძალაში რომ კიო, რამდენიმე კაცი იყავით და უკვე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილი იყო. ადგილიო, შოკი ბატონო, ხო. ანუ ეს ნებისმიერ ადგილას უდამოში რომ მივიდეთ. ანუ ეგრე პოლიციელი გამოჩნდეს. ნუ გამოდის რომ აღარ არის საზოგადოებრივი თავში. ანუ ყველაფერი საზოგადოება პოლიციელი თუ არ იქნება ხო ვერ დაჯარიმდები ახლა და თუ მოვიდა უკვე საზოგადოება არის. კი ბატონო. ხო ნუ ლოგიკა არის რა სიზავთი. კი ლოგიკა არის. აი მოკლედ კრისრიუს რაც შეეხება, ესე იგი ნამდვილად აი ძალიან ბევრი ვეჭიდავე რაღაცეებში ამ ადამიანს მე ჩემ თავთან. და რაში მოგიწია ჭიდაობა მაშინ დავინტერესდი. არა, გეტყვი ერთ მნიშვნელოვნად რა მომენტი მქონდა. ერთადერთი რამე, რომ უნიკალური რითია. ანუ ვეძებდი, რომ აი რაღაც არგუმენტები მეპოვნა, რომ არ არის მარტო. და მსგავსი არის კიდე. მაგრამ ნუ აღმოჩნდა, რომ არ არის. არა, ფიზიკურად არ არის რა. უნიკალურია მაგამ. კი, უნიკალურია. კი, სამწუხაროდ მე ვერ ნახე რა, ანუ ძალიან ბევრი ძიების მერე უნიკალურია, ახლა პირველ თავში რა მომიტა კიდე ვიცი, ახლა ამას რო უყურებ რა. აი დანებს აკეთებს. კი, იმენა დანებს აკეთებს, არც არ პოზიორობს რა. კი, არ პოზიორობს, არც ფულით არ გაგიჟებულა. ბატონო, არც ეკაეფი არ არის. და კი ბატონო. და აკეთებს კარგ დანებს და იმდენად კარგ დანებს აკეთებს, რომ ეს უბრალოდ დანები გახდა ლეგენდა. გეთახმები 100%. რაც შეეხება ჩემ ასე ვთქვათ კოლექციას, მე ეხლა რადანასაც წარმოვადგენ, ესეც არის ჩემი რაღაცნაირი მაწვრილკაცობის თუ ყარმობის დიდი, არ ვიცი, სიყვარული და ძალიან დიდი ხანი მქონდა ბევრი პატენტები. აი, კრიპტილიანი მქონდა 7 წელი გიო პატენტი, ხო და ამ პატენტებში ისე დაუსპეცდი ბოლოს, რომ რაღაცეები გადავაწყე, გადმოვაწყე. კაცი ერთი მაგარი კრიპტილიანი მქონდა აწყობილი რა. თავი ბოლო და დავკარგე, მე გული დამწყდა და არ ვიცი, მიმაჩნია რომ უბრალო ნივთი, რომელიც არ არის რაღაცა ზეცვირფასი მასალებით და თავისი საიმედოობით არის, არ ვიცი, მართლა ძალიან მაგარი ნივთია რა ჩემთვის. ეს არის ბატონი მელ პარდიუს და ბენჩმეიდის ერთობლივი ნაწარმი, როგორც კონკრეტულად სპაიდი ჰოლით არის ჩემთვის საყვარელი. როგორც კი აი ამას ვაცილებ, აღარ მიყვარს. იცი რა გამახსენდა? მე საერთოდ აი სახელოსნოს რო გავხსენი, სადღაც 1-2 წელი თავს ვერ ვაძლევდი უფლებას, რომ რაღაცა ნორმალურ ფოლადებს კი დანამქონოდა. და აი ხლა ამდენაზე გამახსენდა, ძალიან დიდი ხანი უყურებდი ხოლმე, მაშინ იშოვებოდა და გამოდიოდა ბონ კოლექტორო ქონათ სერიები. კი. ამას გავდა, ამისი მოდიფიკაცია იყო თუ ამისი რაღაცა იყო, ამას გავდა და ის მოდელი გამახსენდა რა და კი მიშა, ბენჩმეიდის საჭირო არის კოლექციაში გეთახვევი მეც. ეთიმა ჩაუვისდა იმ ბონ კოლექტორსაც. კი ბატონო. რომ რაღაცა რო გინდოდა ბავშვობაში, ადრე რო გინდოდა ვერ ყიდულობდი და ერთი უნდა ვნახო. ხო და გეთახვევი მიხეილ. აი ეს უბრალოდ მეორეც ბენჩი მაქვს და ბარემ დავასრულებ მე ჩემ კოლექციას და აი ხა ეს კონკრეტული მე მგონი შენ კარგად იცი რომ აი ამ მოდიფიკაციამ შემაყვარა მე.
ანუ ოსბორნი მინი მანამ რა ვიცი მქონია კიდევაც და რა ამის მეტი რა მინახავს მაგრამ აი ეს კონკრეტული ვისი თქმა მინდა ეხარო ანუ კონკრეტული მასალების შერჩევამ შეიძლება დანა თავიდან დაგანახოს და შეგაყვაროს მე აი ამ მიკარტამ აი ამ ბრონზის ფერმა აი ამ ჩანართმა არ ვიცი სიგიჟემდე შემოყვარა ეს დანა რომელზეც მანამ რაღაცა განსაკუთრებულად არ გიждდებოდი ეხლა უამეკეტება რა ამ მოდიფიკაციაზე გეთანხმები მიშა ჩემთვისაც ერთი ორჯერ ძვირფასად გამოიყურება ეს დანა კი ბატონო ალბათ აუცილებლად საქონლებელი დანა არის ესეც თუმცა მე გავყიდე კონტეგო მქონდა ფიქსიც დიდი და დიდი დასაკეციც და ეგ იყო ის მომენტი რა რომ მე პრობლემა შენი ლურჯი კი ეგეც მქონდა და იმაზეც მქონდა M4-ზეც მქონდა შავიც მქონდა შავიც მქონდა ხო და არის ის რომ ერთი რო გაქვს და მე მეორეს თუ მეემატა ნუ მე მაგ პრობლემა მაქვს რომ მე ყველა გინდა რომ იქ შეკრა რა და ეგრე უკვე აღარ გამოდის ხოლმე რა და მე რაღაცის გადაცვლა რო გიწევს ან კოლექციიდან გაშვება გადავწყვიტე რომ ეგენი გამეშვა რომ ის გავთავისუფლებულიყავ იმისაგან რომ ოსბორნებიც სულ შემესრულებინა ბენჩმეიდი რო არის ჩვენთან რაღაცნაირად მე აი ისე ვარ რა აი ორი ბრენდი ხო ეს სპაიდერკო ბენჩი რო არის მაყოფილი ვარ რა კი ბატონო კარგით ბატონო გიორგი მოკლედ ჩემი დანები ასე ვთქვათ ამოიწურა და აბა თქვენ გადაგჭათ გვაჩვენეთ ცოტა დანა თქო და თურმე გაჯობე მიშა მე ვიტყოდი რომ ერთი დაბალბიუჯეტური დანა საჭიროა კოლექციაში ბევრს ვიწყდება რა და მეც ეგრე ვიყავი რა ეს სხვისკენ კი არ ვიზახი მეც ეგრე ვიყავი რა რომ რაღაცა შეეჩვევი უკეთესზე გადახვალ მე იმას აღარ აქცე ყურადღებას მესმის ნორმალური ადამიანური არის და რაღაცა სრულებს რო იკმაყოფილებ უკან გავიწევ მაგრამ აი გულს რო იჯერებ ხო მე ჩემი აზრით ცოტა უკანაც უნდა მოვიხედოთ რომ აი დანის სიყვარული რო არ დავკარგოთ დანის სიყვარგანა ის რომ რაღაცა ძვირფასია ექსკლუზიურია რაღაცა განსაკუთრებულია უბრალოდ დანის სიყვარული რო შევინარჩუნოთ აი უბრალოდ დაბალბიუჯეტური კარგი დანებით საჭირო არის კოლექციაში რომ ჩემი რჩევა იქნება უფრო იმ სხვა დანებსაც უფრო ძვირფას გახდის თუ ესე შეხედავთ დანებს აბარა იმიტომ რომ თუ ესე არ შეხედავთ მე არის რომ იმაზე ძვირფას ეძებ კიდე იმაზე განსაკუთრებულს ეძებ რა და ეგრე არ გამოილევა და ეგრე ძნელი არის რა და სინამდვილეში აი ამ დანაშიც არის ის ყველაფერი რაც სხვა დანებში შენ თუ გახსოვს ჩვენი პირველი ამ დანასთან შეხება და ემოციები როდის იყო რომელიღაცა ვიდეოს კი და ანუ იმის არის იმ დღეს უყურე ჩაუჯექი მაგ ვიდეოს და ორივე გულწრფელი განცვიფრება იქ ხო პირველად ვნახეთ არ გქონდა მანამ რა ესე ანბოქსინგი გავაკეთეთ ბევრი ესერემების რა ხო და აი ნახდათ რა ვიცი რა ეს ნაჩუქარიდან არის ახლა იმას ვქენი წეგან რო ვიზახთ რომ ნაჩუქარები რო სხვებს არ თხოვნათ თქო და დაიმთხვა რომ მოკლედ ეს დანა მინდოდა მაგრამ იმის გამო არ არის აქ მაგრამ ესეც ნაჩუქარიდან არის გეგის ფაქტორიც ბევრს მეტყველებს რომ გეგიმ გატესტა ისე რა ქვია კარგად ესერემები ეს კონკრეტული ეს კონკრეტული 3 კურდღელი გაატყავა მოსიძახე 4 კურდღელი გაატყავა მაგით ახლა აი შეიძლება კურდღელის გაატყავა თუ ამოვჭრათ არა რესტორანთან ფერმის კურდღელი კი ხო ეგ რაღაცა ისე ხო მე გეჩხუბებიან და ანუ გეგის კი არ მოუკლავს ანუ ვიღაცა გარეწარმა მოკლა და მოიტანა ხო და მოკლედ აი ძმაო ეს დანა გინდა იჯერეთ გინდა რა მე მჯერა ამ კაცის იმიტომ რომ ნახე რა ვიცი არა საოცარი კარგი ინსტრუმენტი კარგი დიზაინი ერგონომიკა კარგი მექანიკა კარგი ფერები აღარ გვაქვს ხო ესე გაყიდვაში ეგა არ მახსოვს ჩამოვიტანთ რა გინდა ხო არ გახსოვს 60 ლარი 79 ლარი ანუ 79 ლარად შეიძლება საკოლექციო დანა კონდეს მეგობრებო კი ბატონო ნამდვილად თან იცი როგორი დანა არის აი არავის რო არ გაუკვირდება არავინ რო არ იტყვის რა და შენ რო იცი რომ კაი დანა გაქვს და შენ რო ქსიამონეს შენ რო მოგწონს ეგ არის ძალიან კარგი კაი ნელა გავდივარ მეც მიშა ფინიშისკენ და ორი დანა დამრჩა ხო ერთი დანა მე მგონია რომ ერთი დანაც უნდა გქონდეს ისეთი და ვისაც გააქვთ იმისი ბედნიერება რომ გააქვთ შემორჩენილი
აი საიდან დაიწყო ეს ემოციები და სიყვარული? ამის წინებს ვერ პოულობ, აი კალისაგან ვასხავდით ხოლმე აკუმულატორებს შლიდით რა და იმისგან ჩამომისხია და ის ვერ ვიპოვე. რატომღაც მახსოვდა რომ მქონა და ის ვეღარ ვიპოვე. იმაზე გული მწყდება, მაგრამ აი ეს ამითი ვინაზღაურებ, რომ აი ეს ბავშვობის შემორჩენილი, აი ეს პატარა. სადი კიდე.ავლაბარში, მეავლაბარში დავამთავრე რა და იქ იყო ხოლმე მეტროსთან. მეტრო მაგითო გეკითხები, ანუ აიავლაბრის მეტროსთან მე ორი ადგილას მახსოვს, რომ გარეთ იყო ერთი. გარეთ ამაკნა. გაშლილი იყო. ერთი იყო მაღაზიაში თუ ბუტკაში თუ სადღაცაც იყო. არა, ბუტკაში არა. ვიტრინაში ერაგა ეს. ხო და. სიგარეტებთან. აი ეს რო იყო ხოლმე რაღაცა მონუმენტივით იყო რა იქ დავსრიალებდი ხოლმე იქიდან და კი ბატონო. იქ იყო 50 თეთრი მაქვს როგორც მახსოვს გადახდილი და რაღაცა ბულკის ფული რამდენიმე დღისა მოვაგროვე რა. ხო რა, მაშინ 10 თუ 15 თეთრი და ბულკი. კი ბატონო. გარეთ. ხო, ნუ ესეთი საბავშვო დანა აუცილებელი არის. ტოპ სნაიპერ. ამას ვერ შეიძენთ, თუ გაქვთ, გაგიმართლეთ. აბა რა, თუ გაქვს ეს არის, რა ვიცი, თუ ახლა ან ესეთი რელიკვიაა რა. კი ბატონო. ძალიან მაგარი. აბა მეორეც ბატონო გიორგი. და მეორეც რაღაცა ესეთ სენტიმენტებზე და რაღაც ემოციურზე ეს არის ჯაყვა. ჯაყვა არის და ეს არის მამა ჩემის ნაკონი ჯაყვა არის მიხეილ. ანუ აქტიურად იყენებდა ადამიანი. კი, ქონდა, ყოველ შემთხვევაში მე ვიპოვნე რომ ქონდა ეს რა და სხვა დანები ახლა ბევრი დანა არ ქონია, რამდენიმე დანა ქონდა და ნუ ეს სავარაუდოდ რაღაცა ვაშს გათრე და პროდუქტს მოჭრე და კი, ხილისთვის და რაღაცისთვის ეს იყო ძალიან მასიურად გავრცელებული ეს დანები შემოდიოდა ხოლმე დიდებიც იყო პატარებიც აი ამ ტარიფზე რომ შემოდიოდა ხოლმე. კი და ძალიან მასიურად იყო ხოლმე მე მგონი ესენი ცოტა გვიანი პერიოდის იყო თუ რაღაცა 2-3 ლარი ყიდა ხოლმე ესენი უკვე რა და მოკლედ აი ამ დანებზე ვიტყვი რომ ძალიან ბევრს აგაქვთ რაღაც შემორჩენილი რაღაც მშობლის ბაბუისგან დატოვებული და მოჭრიკეთ კარგად ხო მიჭრიკ მოჭრიკეთ და მოუფრთხილეთ ძვირფასი არის და ჩემი რჩევა იქნება კიდევ რომ აი ბევრს მაქვს ხოლმე გასალესად და ყველას ურჩევ ხოლმე რომ აი რაღაცა უნდა თუ შეალამაზონ და მეტი ვერ შეალამაზებ ის დატოვებული რო არის იმაზე მეტი ლამაზი რა უნდა იყოს და იმაზე მეტი საინტერესო რა უნდა იყოს ახლა მე რო გადავლესავდა თქვა რაღაცა ვიღაცას გააპრიალებს და რაღაცა შეუკეთებს მე მგონია რომ ის უფრო ლამაზი აღარ იქნება იმიტომ რომ ისეთი აღარ იქნება რა და ასე რომ საბოლოო ჯამში ემოციები არის ეს ყველაფერი ემოცია და ძვირფას დანებს მოუფრთხილდით. კი ბატონო და მოკლედ მე ჩემ პირველ დანას დაუბრუნდები რომელზეც ვიტყვი და ისევ ერთ იმაზე რჩევასთან ასე ვთქვათ ერთ რჩევას მოგცემთ ჩემო თუ ვინმე ან ეხლა იწყებთ ან გინდათ რომ ურჩიოთ თქვენს შვილს მეგობარს რომ დაიწყოს ვთქვათ დანებთან მეგობრობა აუცილებლად ანუ პირველი დანა შეეცადეთ რომ იყოს ხარისხით კარგი მაგრამ არა ასტრონომიული რაღაცა ზე თანხებთან დაკავშირებული. ეს კონკრეტული დანა იქნება თუ ბევრი მსგავსი, ამისთვის ვარსებობთ ჩვენ და კიდე ბევრი ადამიანები, ვინც შეგეძლიათ ჩვენ ქსელში მოიძიოთ და ძალიან კვალიფიციური კონსულტაცია მიიღოთ. აბა, მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.